საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ პუტინი აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უკან დახევას გამორიცხავს. რუსული მედიის ცნობით პუტინმა ამის შესახებ მანეჟის მოედანზე საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა. კითხვაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგებით შესაძლებელი თუ არა შეიცვალოს დამოუკიდებულება აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან, პუტინმა ასე უპასუხა: გამორიცხულია, ჩვენ უკან არ დავიხებთ. არავისთვის გასაკვირი არ არის პუტინის გამარჯვება, ის რომ დაბრუნებას გეგმავდა, ეს დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ამის შესახებ ოფიციალური თბილისი აცხადებს. ნინო კალანდაძის თქმით, ამ შედეგებით რუსეთმა დემოკრატიის გზით განვითარების შანსი დაკარგა. რაც შეეხება აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს საგარეო უწყების შეფასებით, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ეს ტერიტორიები არა დამოუკიდებელი ერთეულები, არამედ რუსეთის მიერ კონტროლებადი ტერიტორიებია. განურჩევლად იმისგან ვლადიმერ პუტინი თავის პოლიტიკას შეცვლის თუ არა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ზეწოლა ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს. დამოუკიდებლად იმისგან, ეს ვლადიმერ პუტინს სურს თუ არ სურს. შესაბამისად, ეს ტერიტორიები რჩება ოკუპირებული, ეს ტერიტორიები რჩება საქართველოს ტერიტორიებად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასეთად აღიარებული. ამდენად ეს ვითარება არც რეალურად და არც სამართლებრივად არ ექვემდებარება, ასე ვთქვათ, რაიმე განსხვავებულ შეფასებას. თვითონ ის ფაქტი, რომ პუტინი ბრუნდება პრეზიდენტად, უკვე ალბათ ნიშნავს იმას, რომ ამ დიდ და ძალიან რესურსებით დატვირთულ ქვეყანას განვითარების კვლავაც დაბალი პერსპექტივა გააჩნია. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ რეალურად და ადეკვატურად ვაფასებდეთ ვითარებას. ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ილუზიებით არ იკვებებოდეს, რომ პუტინის ხელახლა პრეზიდენტად მოსვლის პირობებში რაიმე სახით მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება გადახედვას დაექვემდებაროს, რაიმე ფორმით შეიძლება მეტად კონსტრუქციული ნაბიჯები გადაიდგას. მთავარია, რომ ჩვენ შეფასების, რომ ჩვენ რეალობის ადეკვატური შეფასების უნდა რუსეთში გამართულ არჩევნებს აფასებენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებს არჩევნებში არც პუტინის გამარჯვება და არც დაფიქსირებული დარღვევები აკურებთ. დავით არჩიაშვილის განცხადებით, ახლა ის უფრო საინტერესოა თუ რა სიტყვის და როგორ გააპროტესტებს ამას რუსი ხალხი. დიმიტრი როდქიფანიძის განცხადებით კი მიუხედავად დარღვევები წარმართული საარჩევნო პროცესისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა და მასთან მოუწევს დიალოგის გამართვა. საინტერესო ის არის, რა მოხდება შემდეგ, თორე გასაგებია, რომ იმ თქოთ წინა საარჩევნო ვითარებით, რომელიც შექმნილი იყო, სრულიად არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო ველით, სიტუაციით, პუტინი ისარგებლებდა, პლუს ამას დაემატა გაყალბებების ძალიან ბევრი ფაქტი, რაზეც საუბარია, ხო? შესაბამისად გაიმარჯვა. და აი ეხლა ვთქვათ, იგივე მოსკოვი აჩვენებს, რომ არის რეალურად პუტინის წინააღმდეგ, რას მოიმოქმედებს რუსული საზოგადოება, რამდენად ეს პროტესტი გავრცელდება სხვა ქალაქებზე. ეს არის თვითონ რუსული საზოგადოების გადასაწყვეტი და გასაკეთებელი. პუტინის დამოკიდებულება საქართველოსადმი მე მგონი ახალი არ არის და არაფერს კარგს მისგან ჩვენ არ შეიძლება რომ ველოდოთ. თუ ვინმე ელოდება, იმის სიმდისრე იყოს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სწორი პოლიტიკური შეფასება იმისა, რაც ხდება რუსეთის ფედერაციაში, როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს პატივისცეს რუსი ხალხის არჩევანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი გამოიკვეთება, ვთქვათ, ის რეალიები, რასაც ადგილი ექნებოდა ბუნებრივია. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს 93,000 საარჩევნო უბანი და მხოლოდ 486 დამკვირვებელი. ეს რა თქმა უნდა სრულიად არაადეკვატური, ასე ვთქვათ, პროპორციაა, რომ იქნეს რეალური შედეგები გამოკვეთილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, რა თქმა უნდა, რუსი ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს ხელისუფლება და უნდა ქმედითი, ასე ვთქვათ, რეალური ბერკეტები ამოქმედოს იმისთვის, რათა შეძლოს და იქონიოს ურთიერთობა ახალ რეალობებთან. თუმცა მე ეჭვმებარება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს შეძლოს, ვინაიდან მისი რესურსი ამ მიმართულებით სრულიად ამოწურულია. ქართული ოცნების პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი ვიდრე საბოლოო შედეგები გამოქვეყნება, ძნელია საარჩევნო პროცესის შეფასება, თუმცა ფანჯიკიძე დასცენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა კონდეს სამომავლო გეგმა თუ როგორ გააგრძელებს ურთიერთობას რუსეთთან. ქართულ ოცნებაში დღეს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სამიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებაც შეაფასეს. მე მგონი მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა, არავის არ გაუკვირდა, რომ პუტინი ისევ აერჩიეს
მე პირადად გამიკვირდა ასეთი მაღალი პროცენტი. არ ვიცი ეს იმაზე მოწმობს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო თუ იმაზე, რომ მას მართლა ყავს ამდენი მხარდამჭერი, ამას ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ ოფიციალური შედეგების გამოცხადებას. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, მე ვფიქრობ, რომ ამაზე სრულიად გამოკვეთილი პოზიცია აქვს ყველა საქართველოში, რომ მანამ სანამ საქართველოში არსებობს რუსეთის ორი საელჩო, გულისხმობ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ აფხაზეთში, ხოლო თბილისში მესამე საელჩოს ამოქმედებით მივიღებთ სრულიად აბსურდულ სიტუაციას. სანამ ეს ფაქტია, მანამდე ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი რუსეთთან არის გამორიცხული. სოლომონ ქიმერიძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი. მისი განცხადებით, როგორც ხელისუფლებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და როგორც ბიზნესმენი ამბობს, მათ ყველა დანაშაულზე პასუხისგება ძალიან მალე მოუწევთ. შეგახსენებთ 47 წლის სოლომონ ქიმერიძე 27 თებერვალს სამართალდამცველებმა სახლიდან პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მეორე დღეს კი ის გარდაცვლილი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე ბრალდებული სახით ქურდობის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდა. თუმცა შენობის მესამედან მეორე სართულზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯრიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების შედეგად გარდაიცვალა. საქმე სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა და საეჭვო ვითარების შესახებ განაცხადა. ომბუდსმენის საქმის ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. ისევე როგორც უფლებადამცველები, რომლებაც მიცვალებულის დაზიანებების საფუძველზე განაცხადეს, რომ ქიმერიძე ცემის შედეგად დაიღუპა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის დამატებითი ცნობების გარეშეც სიტუაცია ძალიან მარტივი. მოქალაქე პოლიციას გამოყავს საკუთარი სახლიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და გარკვეული დროის შემდგომ ის გარდაცვლილი გამოყავს პოლიციის შენობაში. მოკლული გამოყავს პოლიციის შენობაში. პოლიცია, რომელსაც ევალება დაიცვას თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, რეალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა აშკარად პოლიციის ძალადობის მსხვერპლი პოლიციის სამმართველოს შენობაში. როგორ იქმედება ერთი კვირა გავიდა ამ შემთხვევიდან და კარგად მოგეხსენებათ, რომ არათუ დაკავებულია რომელიმე პოლიციელი ან პოლიციის სამმართველოს უფროსი ადგილობრივი სამსახურიდანაც კი არაა გათავისუფლებული არც ერთი ადამიანი. ეს რომ სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიაზე აგებული ამის მტკიცებულებისთვის შორს ასვლა არ მოგვიწევს. ქიმერიძის გარდაცვალების მეორე დღეს პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა პარლამენტში. და იქ კარგად ჩანდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას დაუსვა კითხვები და საკმაოდ მწვავე კითხვები. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს კითხვებზე პასუხი გაეცა, რისთვისაც ის ვაგებული იყო, მან პარლამენტის შენობაშივე გამოაზროვნა და აჩვენა მზაობა თავისი ძალადობრივი იდეოლოგიის, მან ვერ შეიკავა თავი და ლამის იქვე მოისურვა ოპოზიციონერი დეპუტატის დასჯა. შედგა თუ არა საუბარი ჯვრის მონასტრის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ისრაელში ვიზიტის დროს. ოფიციალური თბილისის განცხადებით ამაზე საუბარი იყო, თუმცა ოფიციალური თელავივი ფაქტს უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას დღეს გაუგებრობა უწოდეს. მე ვიტყოდი, რომ ალბათ გარკვეულწილად გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში მთავრობათა შორის საქმიანობა დაწყებული იყო მოსამზადებელი როგორც ასეთი ამის თაობაზე და ბუნებრივია შემდგომ უკვე ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირს ამის თაობაზე ეცნობებოდა. თვითონ ვიზიტის ფარგლებში საკითხრაც შეეხება, რასაკვირველია გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალური ფორმითაც დააყენა ეს საკითხი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პროცესი, რომელიც მოლაპარაკებას და მუშაობას საჭიროებს და შემდგომში ვნახოთ, რამდენად ეფექტურად წარიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში სოფელ განმუხურთან მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ შეაფასეს. ნინო კალანდაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამის შესახებ სპეციალური ნოტა შვეიცარიის მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ინციდენტი სოფელ განმუხურთან გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით 6 უცნობმა შეერაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით.
სამწუხაროდ ჩვენ რეალური პრევენციის შესაძლებლობა არ აგვაქვს იმდენად, რამდენადაც ვერ ვაკონტროლებთ ადგილზე ვითარებას, თუმცა ასევე სამწუხაროა, რომ ეს პირველადი ინციდენტი არ არის. ამდენად ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები არის ის, რომ ჩვენ ამის თაობაზე მაქსიმალურად დროულად საჯაროდ განვაცხადოთ და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიქციოთ, რაც ჩვენ დაუყოვნებლივ გავაკეთეთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა დაუყოვნებლივ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი რეაგირება და ასევე იცით თქვენ, რომ ჩვენ ყოველი თვის ბოლოს ოფიციალური ნოტის ფორმით ვამზადებთ საპროტესტო ნოტებს, რომელიც გადაეცემა შვეიცარიის საელჩოს იმისათვის, რომ შესაბამისი რეაგირება მოყვეს და გადაეცეს შესაბამისად პასუხისმგებელ ორგანოებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში დიდ თოვლობაა უამინდობის გამო ხულოს რაიონის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. შეზღუდვებია გზებზეც ნაქერალას უღელტეხილზე თოვს და სპეცტექნიკის საშუალებით გზა ინტენსიურად იწმინდება. რაც შეეხება ჯვრისა და რიკოთის უღელტეხილებს, იქ საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხულობა თუ სიმართლებით გზარია და საავტომობილო ტრანსპორტი მათ შორის სამგზავრო თავისუფლად გადაადგილდება. სოფლების სიმართლებით ორხიდიანი მანქანებისათვის ღორჯომამდე, ლეკეთამდე და ფუშუგავლამდე არის გზას ხალხთა ფუშუგავლის საგრებულოებს. ზევით ტექნიკა მუშაობს და რაც შესაგრებულების სიმართლებით. ოღონდ ამინდი ისეთი კარბუქია და ხიბადობა ძალიან დაბალია. ტექნიკას უჭირს მუშაობა. როგორც კი ამინდი გამოვა, დაიწყება ამ მართლებითაც გზების გაწმენდა ისე, რომ საავტომობილო ტრანსპორტი გადაადგილდეს სამგზავრო. შუქი მიეწოდება ყველა საგრებულოს გარდა და განაშულების საგრებულოს, სადაც დღესდღეაც გაიჩინა ამჟამად მუშაობენ. სულსაც მარაგი პირველადი პროდუქტების აპოლის შვილის და სხვა ჯერჯერობით გვაქვს. რომ ერთი კვირის მარაგი არის და როგორც კი ამინდი გამოვა, შემოძას დაიწყება. სკოლებში დღესდღეაც შესაძლოა ორი დღის მონაკვეთით და შემდეგ ნახავთ, თუ ამინდმა კიდევ ასე გააგრძელა ჭიროება დავამატებთ რამდენი დღის შეიძლება საჭიროება თხოვთა შევატანოთ განათლების სამინისტროს. ჯერჯერობით ზავები არ არის ისეთი პროცესები არ მიდის. საკონად ახლა ჩვენთან ისევში გარეთ არ უშვებენ, ამდენად პრობლემა არ არის. ქალები პოლიციის სამსახურში ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა დღეს სასტუმრო რედისონში. კონფერენციის მიზანია ქართველი სამართალდამცველი ქალების უნარჩვევების ამაღლება, რათა ისინი გასცდნენ ქალის ტრადიციულ როლს და გახდნენ ლიდერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საუკეთესო კადრები. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობს. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება. I'm delighted to be here today. მიხარია რომ საშუალება მაქვს 150-ზე მეტ პოლიციის თანამშრომელ ქალს შევხვდე. ჩვენ იმ როლის შესახებ ვისაუბრებთ, რისი შესრულებაც ქალბატონებს საქართველოს პოლიციაში შეუძლიათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი როლი პოზიტიურია. ჩვენ კი გვინდა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ, რათა გახდნენ ლიდერები. ჩემი ორგანიზაციისთვის დიდი პატივია პოლიციელ ქალბატონებთან შეხვედრა. ქალების მოღვაწეობა სამართალდამცავ სტრუქტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, როდესაც საკითხი მიგრაციას, ტრაფიკინგსა და ბავშვთა ძალადობას ეხება. დღევანდელი კონფერენციის თემა არის ქალის როლი პოლიციის სფეროში. კონფერენცია ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და განხილული იქნება თემები, როგორც ქალის როლი პოლიციის სფეროში, ასევე ბრძოლა ტრაფიკინგთან, ოჯახური ძალადობა და ასე შემდეგ. ლიტერატურულ მუსიკალური საღამოს სახელწოდებით ბგერები ფონდ თამარის დროშის ორგანიზებით გაიმართა საღამოს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა ეროვნულ სიმებიან კვარტეტთან ერთად. დღევანდელი საღამოს ორგანიზატორი გახლავთ ფონდი თამარის დროშა და პროექტი, რომელიც განხორციელებული იქნა, ალბათ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება. მასში მონაწილეობენ დღევანდელი საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწეები, როგორც არის მაგალითად პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმებიანი კვარტეტი. დღეს შესრულდა ბრამსის, შუმანის,
სკარლაძის, შოპენის ნაწარმოებები, ლიტერატურული ტექსტიც ედოთან და ალბათ ძალიან საინტერესო იყო მსმენელისთვის. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯერ მარტო იმ ფაქტის გამო, რომ მე დაძილად ბედნიერება სახელმწიფო პარტითან ერთად შემესრულებინა შუმანის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოები, უცნობილესი ნაწარმოები და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ერთხელ შესრულებული ეს რომში, მაგრამ იმის მერე სულ მინდოდა რომ საქართველოში შემესრულებინა და ალბათ ეს დღეს ოცნება ეს ახდაო.